ხშირად მეკითხებიან, როგორი უნდა იყოს ლიდერი? ბევრს გონია, რომ ლიდერობა სტატუსია, ძალაუფლება, ან მხოლოდ მაღალი თანამდებობა. მაგრამ ჩემთვის ლიდერობა ბევრად მეტია. ლიდერობა არის პასუხისგებლობა. ეს არის უნარი, დაინახოს შესაძლებლობა იქ, სადაც სხვები მხოლოდ სირთულეს ხედავენ. ეს არის ნდობა, რომელსაც ადამიანები შენში დებენ და ძალა, რომ ეს ნდობა სწორ მიმართულებად აქციო. ნამდვილი ლიდერი არ ცდილობს მხოლოდ თავად იყოს წინ, ის სხვებსაც ეხმარება წინსვლაში. ლიდერობა იწყება საკუთარი თავის მართვით, დისციპლინით, მუდმივი განვითარებით და ყოველდღიური არჩევნით, რომ იყო უკეთესი, ვიდრე გუშინებავი. რადგან ადამიანები უფრო მეტად შენს ქმედებებს იმახსოვრებენ, ვიდრე სიტყვებს. მე დღეს ემიგრაციაში ვარ და სწორედ ემიგრაციამ მასწავლა ყველაზე მეტად პასუხისგებლობა, დისციპლინა და გუნდურობა. როცა მარტო გიწევს ბრძოლა, სწავლობ რამდენად მნიშვნელოვანია სიმტკიცე, შრომა და ადამიანობის მხარდაჭერა. ამ გამოცდილებამ უფრო ძლიერი გამხადა, როგორც ადამიანი და როგორც ლიდერი. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო გარემო, რომელსაც განვითარების შესაძლებლობა ექნებოდა. სწორედ ლივგუდმა მომცა გზა, სადაც კიდევ უფრო დავინახე, რაც ნიშნავს გუნდთან ერთად ზრდა, ერთმანეთის მხარდაჭერა და საერთო მიზნებისთვის ბრძოლა. ლივგუდმა მასწავლა, რომ ლიდერობა არ ნიშნავს მხოლოდ მართვას, ეს ნიშნავს მაგალითის მიცემას, მოტივაციის შექმნას და ადამიანების შთამომავლებას. დღეს უკვე ზუსტად ვიცი, ნამდვილი ლიდერობა ემპათიაშია, ძლიერი გადაწყვეტილების მიღებაში და გუნდის ერთიანობაში. მე აქ ვარ არა იმისთვის, რომ უბრალოდ გზა გაჩვენოთ, არამედ იმისთვის, რომ ეს გზა თქვენთან ერთად გავიარო. გახსოვდეთ, ლიდერად არ იბადებიან. ლიდერი ხდები მაშინ, როცა ყოველ დღე ირჩევ განვითარებას, პასუხისგებლობას და საკუთარ თავზე გამარჯვებას.